რეგულირდება ეს TikTok-ი უნდა გაიწმინდოს ხალხო მე ვარ პირველი სათავეში ჩამდგომი ქალბატონი ქეთი ეგიდუნაშვილი ფრაქცია 7 ნომრის ლიდერი რომელსაც ქვეყანა მიჭერს ხალხს ამაზე რომ გავხსნა მე ეს პარტია მე აუცილებლად ჩავუდგები TikTok-ს სათავეში და მე ჩემს სახზე ავიღებ როგორც TikTok-ის პირველი რეიტინგული ადამიანი აქ მოხდეს ადამიანების შეცვლა და აუცილებლად უნდა გაიწმინდოს კომენტარები და აქ ეს ამ TikTok-ში უნდა მოხდეს მხოლოდ პოზიტივი შეგვიძლია გავაკეთოთ და შემოვიყვანოთ ის საზოგადოება ხალხი რითაც გამხიარულდება და არ დაისტრესება არ განერვიულდება TikTok-ი ეს არ არის სტრესისა და ფსიქიატრიული აშლილობის თემა ეს არის გამამხიარულებელი პოზიტივი კი ბატონო გავაკეთოთ ქველმოქმედება მაგრამ არა ამ კუთხით რომ ხალხი დავსტრესოთ ხალხი ვაშინოთ ხალხი თვითკვლელობამდე მივიყვანოთ TikTok-ს სჭირდება სათავეში უნდა ჩადგეს ისეთი ვინმე ეს TikTok-ი უნდა გასუფთავდეს მე ავამხედრებ საზოგადოებას მოვიყვან ჩემს გვერდით დავიყენებ რომლებიც დაუჭერენ ამ ყველაფრის მხარს და ისინი გააკეთებენ ამას TikTok-ში ასეთი რამეები ხალხო რას ვიძახი ეს ბულინგი ეს დაცინვა ესეთი სტრესები არ უნდა ხდებოდეს ხო სწორეს ვამბობ უჩა ნამდვილად რასაც საუბრობ თუ ესე იქნება ყველაფერი ძალიანაც კარგია ქეთი ჩვენიერი იქნება ხო იმიტომ თქვენ ხალ სიამოვნებთ რომ ვინმე ჩხუბობს ვინმე ძალადობაზე გადადის აი ამ TikTok-ის პლატფორმა ასეთი მოგწონთ არანაირად მე არ მომწონს მაგალითად რასაც გვინდა ვეტყვით, რასაც გვინდა ეს ხო მთელი მსოფლიო აკვირდება ამას და მე ის შენი ოჯახი ხდება იქ საბულინგო, შენ გამახსარავებენ, გაკრიტიკებენ მთელი საქართველოს მსოფლიო გიყურებს და ამიტომ ამ TikTok-ში რომ გაწმენდა მოხდება, დაალაგდება ყველაფერი, არ ვიცი ვინ არის TikTok-ის თავმჯდომარე და ვინ ჩამოაყალიბა ეს თემა, მაგრამ ჩინეთმა ჩამოაყალიბა ესე არ არის? კი, მეც ესე ვიცი რომ ჩინეთმა ჩამოაყალიბა ხო? დონაციები მიაქვთ მერე ერთმანეთის პიარს აკეთებენ მერე იმ ადამიანს აგდებენ და აღარ უნდათ ის ადამიანი ეს ჩემი კუთხით მოხდა გავაპიარე საზოგადოება ყველა გუშინ დამირეკეს მე TikTok-ში უნდა შევცვალოთ ყველაფერი და შენ უნდა იყო პირველი ყველა მაგას მეუბნება აი როგორ წაგართვეს დონაციები და როგორ აღარ უნდა ხარ ახლა საზოგადოებას რომ ვინც პიარი გაიკეთა ზუსტად მაგ თემას უნდა მივხედოთ დღეიდან მე ისეთი ხალხი დამიკავშირდა რომ ქეთი ეგიდუნაშვილი ჩაერთვებიან რეიტინგის გამო ჩაერთვებიან მე ქეთი ეგიდუნაშვილი რაღაცა სიტყვის და აღარ უნდათ და ზუსტად მე მიუდგები ახლა ამ TikTok-ის სათავეში მე ჩავდგები დღეიდან მე მოქმედებას დავიწყებ სხვანაირი კუთხით ვინც ამ კანონებსაც დაილეჩილება დარეპორტდება ის გვერდი და როგორ დარეპორტდება ამას უკვე დავინახავთ ცოტა ხანში მე ძალიან ბევრი ხალხი მყავს ძალიან ბევრი ხალხი მიჭერს მხარს თუნდაც იმ კუთხით რაც კიდათ ის ილაპარაკოთ ქეთი ეგიდუნაშვილზე ამის უფლებას არავინ აღარ მოგცემთ პირველი ამაზე დასჯადი და კანონს დავდებ ისეთ კაცს რომ თქვენ ჩემზე უკვე ვერაფერს ვეღარ იტყვით დასჯადი იქნება თქვენი ასეთი მხილებები ქეთი ეგიდუნაშვილის მიმართებაში თუ კიდათ შემოდით მიყურეთ აი მე კიდევ უჩას წინაშე ვაღიარებ თუ კიდათ მიყურეთ ხალხო თუ კიდათ გადით და ამსხვროლეთ გადადით სხვა სტრიმერებზე ქეთი ეგიდუნაშვილი თუ არ მოგწოთ 1000 კაცი რას მიზიხართ აქ